ამ ვიდეოში შევეცდები გამოვასწორო ჩემი ერთი შეცდომასაც ვერ დავარქმევთ, იმიტომ რომ შეცდომა არ ყოფილა, უბრალოდ გარემოებებმა გამოიწვიეს ის, რომ მომიწია, ესე იგი უკვე დაწყებული მქონდა, ამ საქართველოს რუგის სავარაუდოდ საათი იქნება დამზადება და მომიწია ყალიბის ობიექტური გარემოებების გამო ადგილიდან დაზრვა. აქედან გამომდინარე, ამოვარდა, მოწყდა ყალიბს ეს თვითონ ნამუშევარი. ეს, რა თქმა უნდა, სერიოზულ პრობლემებთან არის დაკავშირებული, რატომ? რომ შემდეგ ჩასხმისას, ანუ ყოველთვის როცა ფენებს ვასხავთ, ხომ, ჯობია რომ ეს მოხდეს ისე, რომ არ დაიძრას არც ერთი მხრიდან ნაპირს არ მოსცილდეს, ყალიბს არ მოსცილდეს თვითონ ნამუშევარი. რადგან მე იქ შედის ხოლმე ძალიან უადგილოდ ფისი და ძალიან ცუდ ეფექტს ვერ დავარქმევთ, ძალიან ცუდ შედეგებს უშნო, ასევე ფორებს, ტოვებს და ასე შემდეგ. და საკმაოდ რთულია, რომ როცა ესეთი ფართომასშტაბიანი ბრტყელი ნამუშევარი ამოვარდება ფორმიდან, ის ისე ჩავსვათ შემდეგ. ეხლა ეს რომ მე ასე ჩავსვა და დავასხავ, კარგი არაფერი არ მოხდება. გვერდებიდან ჩაიპარება მაინც ეპოქსიდი, იმიტომ რომ ეპოქსიდს აქვს საოცარი თვისება, გაძვრეს ყველა პატარა ჭრილში და დაზიანდეს და ასე შემდეგ. ამიტომ ეხლა უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი ისე, რომ ცოტა დეფორმირებულიც არის, დეფორმირებულიც არის თვითონ ნამუშევარი. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ მაქსიმალურად მოხდეს ამ ესე იგი ნამუშევრის თვითონ ყალიბზე დაფიქსირება და ამას შევეცდები ახლა მე.